მე ვარ ლუიზა შანიძე, 27 წლის მასწავლებელი მაღალმთიან აჭარაში. ბავშვობიდან მიზიდავდა ის წიგნები, ის ფილმები, სადაც პერსონაჟი ტოვებდა თავის კომფორტის ზონას და მასწავლად მიდიოდა უცხო ადგილზე, უცხო გარემოში. ერთ დღესაც მეც ასე მოვიქეცი. გადავწყვიტე წავსულიყავი აჭარის მთებში და ბავშვებისათვის ქართული ენა და ლიტერატურა მესწავლებინა. დედაც მასწავლებელია და კარგად ესმოდა ჩემი სურვილი. ჯიუტად ვალაკებდი ჩემოდანს იმის მიუხედავად, რომ ბევრს ეს შეცდომაც კი ეგონა. ჩემთვის კი ეს ცხოვრების მიზანი იყო. ქართული ენა და ლიტერატურა მესწავლებინა იქ, სადაც განსაკუთრებით ვჭირდებოდი. რთულია მოწყდა ყველაფერს ნაცნობს, მაგრამ კიდევ უფრო რთულია სამეტრიან თოლში გადაადგილება და ფაჯრის გაღებაც კი. თუმცა იმდენად გჯერა იმის, რასაც აკეთებ, რომ რჩებით და აგრძელებ. აგრძელებ იმ საოცარი ურთიერთობის გამო, რომელიც ბავშვებთან გაქვს. აგრძელებ იმის გამო, რომ ბავშვებს გაუხალისო ცხოვრება. გახდე მათთვის სანდო ადამიანი. ჩემი მიზანი არ არის ვიყო საუკეთესო მოსწავლებელი მსოფლიოში, მაგრამ სურს რომ ვიყო საუკეთესო ჩემი მოსწავლეებისთვის. მე ყოველთვის მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ თუ გულით გინდა ყველანაირ დაბრკოლებას გადალახავ და ყველაფერი აუცილებლად გამოვა. სწორედ ეს მინდა ვასწავლო ბავშვებსაც, გავუღვიო საკუთარი თავის რწმენა და დავანახო, რომ თავარია გჯეროდეს.